მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს ეთერშია პოდკასტის 2 ცეცხლშუა მორიგი ეპიზოდი, რომელსაც ტრადიციულად ირაკლი წულაია და მე თორნიკე რაზმაძე გავუძღვებით და დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია ლევან გოგიჩაიშვილი. მადლობა ბატონ ლევან მობრძანებისთვის. ეგ უნდა მეკითხა პირველ რიგში. ბატონობით, თქვენობით, შენობით, როგორ გირჩევნით? შენობით. კაცი რომელიც რეჟიმებს ებრძოდა, განთქმულია რეჟიმებთან ბრძოლის, თუმცა დღეს დაუსვათ ისეთ კითხვებს, რომლებსაც არასდროს არსად არ დაუსვავენ და ნახოთ რა პასუხებს გავგცემს ლევანი. როგორი დამაინტრიგებელი შესავალი გავაკეთეთ. ხო, პირველ რიგში დავიწყოთ ალბათ დღეს, როდესაც ჩვენი პოდკასტი იწერება, არის დღე, როდესაც ბრიფინგი ჰქონდა ლევანს და ალბათ უმრავლესობა მიხილა ეს ბრიფინგი, ვინც ჩვენ პოდკასტს უყურებს, იყო საუბარი ხარებას ცნობილ ვიდეოზე და მათ შორის წულუკენის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიას შესაძლო დაბარების ვარიანტზე. თორნიკე, სანამ მაგ კითხვას დაусმევ, მე მინდა ამ კითხვის წინ აუცილებლად ვკითხო ლევანს. ლევანის პარტიამ ხელი მოაწერა, ესე ვთქვათ, შეთანხმებას, რომ არ მივიდოდნენ, ესე ვთქვათ, საგამოძიებო კომისიაზე. მე მაინტერესებს ლევანის პასუხი ამ ხელის მოწერის მერე, რატომ მივიდნენ და რა იყო ის, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების მთავარი არსი, რომ მივიდნენ კომისიაზე. მე არის ამასთან დაკავშირებით დიმიტრი ცქიტიშვილმა თავის პოსტი დადო და შეგიძლია მთლიანად წამოიღო ეს პერიფრაზი თუ შინაარსობრივად მე გითხავ ჩემ აზრს მე მაგალითად ყოველთვის მომხრევ იქნებოდი რომ იქ უნდა მისულიყო გახარია, იმიტომ რომ გახარიას მისვლა უნდა ყოფილიყო ზოგადად ამ მათი საქმიანობის კულმინაცია. ანუ ამ ის რო თქვათ ვინც დაიბარეს ისესაც გარკვეული არის. ბიძინა ივანიშვილისთვის თქვენ უნდა გესმოდეთ რომ ნაციონალური მოძრაობა პრობლემა არ არის. რატო არ არის მარტივად გეტყვით, იმიტომ რომ ვერაზოს ვერ აიღებს ნაციონალური მოძრაობა იმდენ ხმას, რომელიც მის ხელისუფლებას პრობლემას შეუქმნის. მაგრამ შენ შეგიძლია ქართულ ოცნებას გამოართვა იმდენი ხმა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ქართული ოცნებისთვის. ამიტომ კი არ ვამბობ, რომ რაღაც ამ მოცემულობა მოიტანა ესე, რომ მისი სურვილი და რა იყო მისი კამპანია ყოველთვის მთელი არჩევნები. შენი მიდევნა იქითა ველში. რომ შენ არ ქონოდა იმის რესურსი, რომ ადამიანებისთვის ლეგიტიმური ყოფილიყავი სალაპარაკოთ, რომ გეთქვა, რომ იცი რა არის, ესენი ნაცებს გვანან. ესენი ამას აფუჭებენ, იმას აფუჭებენ და იმ ხალხთან ვისთვისაც ეგ ამბავი ზოგადად არის მნიშვნელოვანი და ნუ გონია ვიღაცებს, რომ ვიღაცებისთვის წინა რეჟიმის საქციელი დღევანდელ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენს, ტყუილად ცდებიან. ლევან, მოახერხა გახარია მე ეს. ჩვენ მოვახერხეთ იმ რესურსებით, რა რესურსები ჩვენ მქონდა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაწილობრივ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უფრო მეც მოვახერხეთ. შენ მუდმივად გახარ ბოდიში, შენ მუდმივად გახარ მომიტინგეებთან, სულ წინა ფლანგზე ხარ. მე პირადად დამაკლდა მომიტინგეების დაცვა წულუკიანთან, გახარიას მიმართ, გახარიასგან და ესე ვთქვათ, მისი წამოძახება, რომ აი რაღაცა სასწაული და ეს არის, რა ქვია, მინისტრია, როგორ არ უთხრა, რომ მაგნიტსკის სიაშია მოხვედრილი და ანუ როგორ რაღაცა უფრო რაღაცა დაცვა მინდოდა. მე აი განცდა და შენ არ ქონდა იგივე განცდა. შესაძლებელია არის. ბატონო ლევანმა ბოდიში ჩემ აზრს გეტყვი, ისეთი საინტერესო ხა მინიშნება ვაის ბატონ ლევან დაუძახე. ლევანმა ისეთი საინტერესო მინიშნება გააკეთა, რომ იქ იმათ ველზე ვიყავითო და იქ კოცებთან მოდი ბჭყალებში თქო და გველაპარაკა რაღაცეებიო და შესაბამისად იქ შეიძლება თქვიან, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი იყოს ალაპარაკო რაც ილაპარაკა. არა, შესაძლებელია, ეს თვითონ გიორგი მუნა ემოციურად ეს გიორგის სათქმელი არის ეგ ამბავი, თქვა მან ეს ამბავი. ეს შეფასებითი თემა არის დროის მომენტი, მაგრამ იქ რაც ხდებოდა, რაც არ ჩანდა, იქ კიდე სხვა რაღაცები ხდებოდა. ტიპების გასვლა, შემოსვლა, SMS-ები, ტონის აწევა, იქ მთელი სცენარები იყო დადგმული. და ხო გეუბნებით. მე ანუ ზემოქმედებდნენ სხვადასხვა ხერხები. ანუ იქ სხვადასხვა ის იყო, სიუჟეტები იყო. დრამატურგია სხვანაირი იყო, იქ უნდა ყოფილიყო აი ესეთი ძალიან მძიმე მიწოლა. და მე ვფიქრობ, რომ ის რომ მივიდა იქ იყო სწორი, მარტივი პრაგმატული თვალსაზრისით იყო სწორი, იმიტომ რომ
არის მათი მოედანი. ბოდიში მანამდე არ იყო ეგ გათვლადი, რომ სწორი იქნებოდა მისვლა, რომ პატივცემულს აღარ გაეკეთებინა ის პირობა, რაც მე სალაპარაკო გახდა და ასე შემდეგ. ხო, და აქვე მანამდე რომ გადგვეთვალა ეს რომ სწორი იყო და გეთქვათ რომ მივივალთ. არა, მან მაშინ შენ უნდა წაიკითხო დიმიტრი ციკიშვილის პოსტი უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ იქ მე არ მინდა იმის გამეორება, რასაც ის. აი, აგერ გეტყვი ლევან, მე რა ამოვიწერე რა, მე კვლავ რჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი. არა, მანამდე სხვა რაღაც გადაწყვეტილებაზე არის მას ლაპარაკი. თუ ცკიტიშულმა აიღო თავის თავზე ეს ყველაფერი და მისი მაშინ ბოლომდე აიღო და თავისი პოზიცია არ უნდა და ჩემი პირადი მოსაზრება ეს თავისი პირადი მოსაზრება აღარ უნდა წამოეწია თუ პარტიული ესე ვთქვათ გადაწყვეტილება სხვა იყო. მე რა მოხდა? არა, ნუ არის ხდება ხოლმე რაღაცეები, შეგვიძლია უბრალოდ გავატაროთ ეს ამბავი, რაც არის დამდგარი ფაქტზე ვისაუბროთ. ამას ეხა დიდი საერთოდ არ გამოუწევია ჩვენთან არანაირი ხო გეუბნებით, მაგრამ ჩვენ მანამდეც ვქონდა ნათქვამი, მე პირადად ვქონდა ნათქვამი, იმიტომ რომ ირაკლი უნდა გესმოდეს, ეს ისეთი გადაწყვეტილებები არის. ეს ისეთი გადაწყვეტილება არის, რომ შენ ვერ იქნები შეზღუდული რაღაცა პარტიული კონიუნქტურით. არ უნდა შეიზღუდოს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის, ეს იმდენად დიდი გამოხატულება არის და იმხელა დიდი პოზიციონერება არის, რომ ამ საკითხში ესეთი შეზღუდვა თავისთავად არასწორი მგონია და ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტი არის. როგორც ეხა მე ვერანაირი პარტიებს შორის შეთანხმება ჩემს რაღაცა განცხადებებს ვერ ამიგზალავს. ყველაზე დიდი პრობლემა რეალურად მე რაც დავინახე ამ პროცესში იყო ის, რომ პოლიტიკური ველი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დაადანაშაულა არაფორმალურ მმართველობაში და მთელი პოლიტიკური ველი განიხილავდა იმას, რატომ მივიდა. არ უნდა ყოფილიყო ეს თავარი თემა, რომ ბიძინა ივანიშვილი ესე ვთქვათ ძალოვნებს ეუბნებოდა, როგორ უნდა დაეჭირათ მელია. იმიტომ რომ ეხა მოდი ესე ვთქვათ რა, პოლიტიკური თვალსაზრისით იმხელა ყურადღების ცენტრში მოხდა, ნუ ის დღე იყო წარმოუდგენელი ყურადღების ცენტრი რა. ამა თქვენ მოგიტანათ პოლიტიკური ბენეფიტები ამის თქმა გინდათ მათ შორის. რა თქმა უნდა. რა თქმა მინდა კი არა, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის ხელშესახები იყო ეს პოლიტიკური მე ვიგრძენი მეორე მესამე დღეს. გასაგებია. პოლიტიკური ველი რამდენად შეხვდა სწორად. აი, მაგალითად, ნებისმიერ ქვეყანაში რო ეთქვა პრემიერ-მინისტრს, მინიმუმ საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა მეორე დღეს ამ საკითხზე. როცა არაფორმალური მართველი, ესე ვთქვათ, თურმე მარტივად გეტყვი რა. გახარია მიიყვანეს იქ რო დაერქვა სახელი რო არის ნაცი, გახარია მიქი დაარქვა ნაცი და წამოვიდა. ეს იყო რეალობა. ამიტომ გააკეთეს. ეს უნდოდა, ეს პოლიტიკური ამოცანა ქონდა ქართულ ოცნებას, რომ მე თავისი ელექტორატისთვის ვინც დაკარგა, ეთქვა, რომ აი, ნახეთ, ვის დაუჭირეთ ხარიდან. გახარია მაგათ უთხრათ, რომ აი ამ კომისიაშიც და თქვენთანაც რამდენი ყოფილი ნაციონალური მოძრაობის სპორტირებული ტიპია, ესეთი ამდენი იქ აღარ არისო. მაშინ ნაწილობრივ გეთანხმებით მაგაში, მაგის ინდიკატორი იყო ისიც, რომ იმის მერე ბრიფინგზე მართავდნენ და ცდილობდნენ შეხიდებოდნენ კლუბიანს. მაგ ბრიფინგის მერე ბოდიში დინარაძე გამოვიდა. ხო, აი მაგას მომბობდი, კი. და ნაციონალურ მოძრაობას აღარ გრძალავთ. ანუ შინაარსობრივად, როდესაც მოხდა დისტანცირება, პირდაპირ მნიშვნელობის ჩვენი დისტანცირება მოხდა ამ პოლიტიკური ჯგუფებისგან, მინტერესი დაეკარგათ ნაციონალურ მოძრაობის მიმართ. იმიტომ რომ ქართული ოცნების ამოცანა ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვა არ არის. ხო, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ მე არ მგონია რომ ბოლომდე თანმიმდევრულია თქვენი პოლიტიკური ძალა და რატო? ეხლა ნახეთ რაც გულისხმობ, აი ხა რასაც ავითარებთ, ქართულ ოცნებას აცოცხლებს ნაციონალური მოძრაობა. აიგებ სააკაშვილის ბრიფინგს რო პირდაპირ ეთერში თავს იმედი, მაგას ხო ვიცით რატო საკეთებს და ასე შემდეგ. აი თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მაგალითად ბოლო 1 თვის რუსთავის. არა, გეთანხმებით. არა, მე უბრალოდ სხვაგან მიდის შემიკითხვა. ბოლო 1 თვე. არა, გეთანხმებით და სხვაგან მიდის ბოლოს შემიკითხვა. ნახეთ, ქართულ ოცნების საკვებიანი ნაციონალური მოძრაობა მაგაში გეთანხმებით. უბრალოდ თქვენც პერიოდულად ყველაზე მეტად ალბათ თქვენ პოლიტიკურ ძალაზე ითქმის. შემოყავთ ხოლმე პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ ეს ნაციონალური მოძრაობასთან დაპირისპირება, ისევ აი ეს ნაცები, ქოცები დაპირისპირებაში რაღაც კუთხით გამოგდით თქვენს გადაყვანა. დღევანდელი ბრიფინგის გარკვეულწილად ეგ იყო, არ იყო, ეხა ეგა? მოდი ნახე რა იყო დღევანდელი ბრიფინგი. მან მინდა გადავიდე და ფარიმ კიდე რას კითხავთ? ის მაგ თქვენ უნდა გესმოდეთ მე ვინ ვარ ამ შემთხვევაში რა. მესმის კარგად და რაღაც ქართული ოცნებიდან იმიტომ კი არ წამოვედი რომ იქ რაღაც ის იყო, ისეთი სივრცე იყო. ქართული ოცნებიდან იმიტომ წამოვედი რომ ის გზა, რაზეც ქართული ოცნება დადგა, ის გზა აქამდე მოვიდოდა.
კო, ჩემი აზრით თქვენ მანამდე შეგეძლოთ მიხვდარიყავით რომ ეგზამ აქამდე მიდოდა არა, მანამდე მანამდე ვერ მიხვდებოდი თუ არ დადგებოდა კონკრეტული ფაქტები. კაი, ბუდიში რა, სანამ მადმივად, აი კონკრეტული კითხვა მაქვს დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რაც მე უყურე თქვენ გამოსვლებს და რაღაცა პრინციპში ეს ხარებას იყოფნის ამბავი და ასე აქამდეც ვიცოდით და თქვენ ძალიან საინტერესო ისინი შეაგებეთ მაგას, მაგრამ ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს, რომელიც მე ვდია თქვენ ეთერებს და რაღაც არავინ არ დასვა ეს კითხვა და აი ეს კონკრეტული იყო რაღაც ჩემთვის სიახლე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიგონაო ეს და არ იყო რეალურად ამბოხიო რა და აი ეს რაზე დაყრდნობით. ჩემი შენაგანი წვენა არის. მე მეგონა რამეზე დაყრდნობით იყო ეს ამბავს. ეს არის ამბავი, ეს არის პერიოდი, როდესაც 9 აპრილის აქციები დაიწყო 2009 წელს. და როგორც ეხა ქართულ ოცნებას აქვს ეს რაღაცა გარე ფაქტორი შემოყვანილი, ზუსტად ანალოგიური გარე ფაქტორის თემის პედალირებას ახდენდა ნაციონალურ მოძრაობა რაღაცა რუსეთი, ისა. სულ ცდილობდა ოპოზიციის მიბმას იმ სეგმენტზე და იმის აპელირებას, რომ აი ეს არიან გარე აგენტები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ტექნოლოგია არის. იქ ხან ვიდეოს გამოაგდებდა ვიღაცები არახს აკეთებენ, იქ რაღაც ვითომ ვიღაც ნარკომანების ჯგუფი არის სადღაც საკანში და ასე შემდეგ. ყურადღების გადატანაც და რაღაცნაირად ამ თემაზე და ეს თემა ძალიან კარგად მახსოვს და ზუსტად ეს მომენტი იყო, რომ აი რაღაცა ფაქტი რომ ესენი აპირებენ ქართული ანუ ოპოზიციის ხო და მართლა იყო ის ამბობი და თან ამათ გამოიყენეს რა. აიბტო თან ადამიანის მოკლაც ვარ იყო საჭირო მაგისთვის უბრალოდ რომ ის ჩაიხშოთ და თუნდაც უბრალოდ ეგეც საკმარის იქნება. ნაციონალური მოძრაობის ბუნება რომ იცოდე მათი სისასტიკე აქამდე დადიოდა ბოლოს რა თქმა უნდა სისხლით უნდა დამთავრებულიყო. აი მარტივად გეტყვი. იქ არის ერთ-ერთი მონაწილე, მარტო ეს პოლკოვნიკები და მაიორები არ არიან. იქ ვახომ აისაიაც დააიჭირეს ამ თემაზე. ხო გახსოვს? კი. და ბატკუაშვილი იყო თუ არ ვსდები ერთ-ერთი რომელსაც წაუყენეს რაღაც ამბოხის და ღალატის მუხლი. ეხლა შენ კითხვას ესენი ექსპერტები იყვნენ. ეხლა კითხვას დაგისვა მარტივად. კაცი თუ მოღალატეა, საპროცესოსი 6 თვეში რატო უშვება? 6 თვეში. ნუ რაღაცაზე ითანამშრომლო, რაც აწყობდათ შეიძლება. არ ვიცი ეგ დეტალები. შეიძლება აგენტი გახდა. ამიტომ ამბობ, რომ დღემდე მე მგონია, რომ ამ ადამიანებს პრეტენზია ჰქონდათ, შეიძლება რაღაც მომენტში გამოთქვავდნენ თავის უკმაყოფილებას, მაგრამ ამ ადამიანებს ჩემი ღრმაწმენით ამბოხის ორგანიზება არ გაუკეთებია. რესურსი არ ქონდა. ისე, მოდი ახლა გულახდიათ თქვა. ახლა თან ხვდებით კაცო, რაზეც საუბრობთ და ხარებაც რომ ერთად ციხეში ვიჯექი მე. ახლა ბატონი გია კრიალაშვილი გარდაიცვალა. კობა უთანაძე, ლევან ამირიძე, სადაც ახლა გლდანის ციხეში სადაც ვიჯექი მე მეორე სართულზე დეკორპუსში. ქვემოთ იყო უთანაძე და ქვემოთ იყო ამირიძე. მე დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ ეს იყო შეფუთული იმისთვის, რომ რაღაცნაირად ის პოლიტიკური კრიზისი ნაწილობრივ ისე გასაუბრების საშუალება ხო არ ქონეთ იმათთან ციხეში ერთად თუ ისხეთ რას ამბობდნენ თვითონ უთანაძე და ამირიძე. გასაუბრების რა დღემდე მაქვს ეს და რას ამბობენ თუ არ ყოფილა ამბოხიო ანუ სიუჟეტებიც გაკეთდა ანუ თავისუფალ სივრცეში ამ ადამიანებმა თქვეს რომ არანაირ ამბოხს ისინი არ აპირებდნენ უბრალოდ არ უნდათ რაღაცა დარბევებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ წინააღმდეგობა გაუწიეს ხელისუფლებას და ამათ ხელისუფლებამ დაარქვა ამბოხი. რა თქმა უნდა. შენ რო ეუნები რაღაცა ჯგუფს წადი და რაღაცა მიტინგი დაარბიე და ის მიტინგს არ არბევს. ეს წინააღმდეგობა კი არ არის, გმირობა არის ჩემი აზრით და მე ამას ყველაფერს არქვა კანონო ბრძანების აღშესრულება ალბათ, ხო? ამბოხი. არა, ნუ ამ ადამიანებმა სიტყვიერად გამოხატეს ეს პრეტენზია, ამ ადამიანებს ხო არ გამოუხატიათ ფაქტები. ეს რაღაცა ტანკები დაქოქეს და თბილისზე წამოვიდნენ, ეს ზაპრები ერთმანეთთან ილაპარაკონ მაგ ადამიანებმა. გაზვიადება იყო იმისი რაც მოხდა ესე. შავაძის თემა იყო, შავაძის თემაც რა იყო რა? ადამიანი გამოხატავდა უკმაყოფილებას რაღაცა საკითხებთან მიმართებაში გამოიყვანეს დახვრიტეს და მე წეგან ეს მინდოდა მეთქვა რომ მე ხა დარწმუნებულად თქვენს არ გჯერათ რომ იყოს ალბათ რაღაც პოლიტიკური აქტი იყო დღევანდელი ბრიფინგი თორე ხა არ გურია მაგის გჯეროდეთ რომ ხა ხარებას მიიყვანენ იქ არა ჩვენ ხო ჩვენი კონკრეტული ამოცანა გვაქვს ჩვენ გვაქვს ესეთი ფილოსოფია და ესეთი ლოგიკა ჩვენ თვლით რომ ეს კომისია ნაწილობრივ რაღაცა ხალხის რაოდენობაზე გავლენას ახდენს და ეხლა ვინმე რო თქვას რომ აზრი არა ამ კომისიას არის ჩვეულებრივი ბრიყვი ჩემი აზრით რო არ მიცე ქართულ ოცნებას იმის საშუალება რომ მოატყუოს ხელახლა თავისი ამომრჩეველი ამიტომ ჩვენ ვეუნებით სიმართლეს აი ჩვენი სიმართლე რაში მდგომარეობს ახლა ბოდიში გიხდით ახლა ფურცელი წამოვიღე იმიტომ ახლა ლეგიონია მათი სახელი და ყველა სახელს ვერ დავიმახსოვრებ მოსამართლეების მაგალითად რა აი ძალიან მარტივი ლოგიკა არის
გაკოცებული ნაცების? მოსამართლეების, რომლებიც იყვნენ რეჟიმის მსახურები, რომლებიც ყველა დავალებას უპირობოდ ასრულებდნენ. რამდენი მოსამართლეა შემახედეთ? არა, ეს რამოდენიმე მაგაზე რაღაც კითხვა მაქვს ისე რამოდენიმე გვარი არის რა, ნახე. მაგალითად, ბესო ხარძიანის მოსამართლე. რომელიც იყო სხვათა შორის მაგ კომისიას მაგიშვილი, ხო? ხო, იყო. ანუ ნახე, თია წულუკიანი ზის და უსვავს ხარძიანს აყოლებს ამ ისტორიას. ძალიან ისეთი მძიმე ისტორია არის ნამდვილად. ამას ლაპარაკობს, იმას ლაპარაკობს. მაგრამ კითხვას არ სვავს. ციხეში ვინ გაუშვა? რაც არ უნდა პოლიტიკური დაკვეთა იყოს, მოსამართლე თუ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური დაკვეთა ვერ შესრულდება. მე არ მჯერა. ბოლო წერტილს მოსამართლე იყოს ავტორიტარული და მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები. არ არსებობს, უბრალოდ ფიზიკურად ესეთი რაღაცა არ არსებობს. და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ესენი ლაპარაკობენ ნახევარ სიმართლეს, მე მინდა რომ ეს აუდიტორიაზე გავიდე, იმ აუდიტორიაზე, რაც რომელიც უსმენს ამ ყველაფერს და უთხრა რომ რა თქმა უნდა ეს ამბავი ესე იყოს, მაგრამ ლელა ნოზაძე ივანიშვილმა უვადოდ შეახსენებთ თომას ვაჩორის კონკრეტულად ლელა ნოზაძეს. არა, ნუ ეხა ეს არის მისი მოსამართლე, კაცო. ისე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელიც უზენაეში არის, ჯემა ლეონიძის მოსამართლე, კოპალიანი სავარაუდოდ, რომელიც არის იმ სუპერმარკეტების ქსელი, გახსოვს ანა რატიანი რო იყო. ანა რატიანი რო ყვებოდა მისი ოჯახის ისტორიას, როგორ გააუბედურა. კი, მახსოვს დღეს დიანა ტრაპეზესთან ისაუბრეთ ამაზე, კი უსმინე, კი. აი მარტივად დავსვი. ანა რატიანი არის გაღარიბებული და გაგა მკურნალიძე, რომელიც იყო ახალაიას ჯალათი. კორპუსების მშენებელი როგორ გახდა და მილიონერი ივანიშვილის სისტემაში. ამას ვამბობ, ეს არის ზუსტად რომ აი ეს ნახევარი ეს არის ციხიდან გამოვიდა თუ 100 მილიონერი გახდა ამაზე ხო საუბარი თუ ის აი ეს რო არის ტაშფანდური რო აქვს ამ ოცნების მომღერლებს მოწყობილი მაგალითად. ხო, კი ბატონო, რაღაცას ჩაგეკითხებით რა, თან ჩვენ ვაწყვეტინებთ ხოლმე ისა თუდად არ აუცილებლად. მოსამართლეებს იცი რა კითხვა მაქვს. მოდი ახალგაზრდა თაობას ან იგივე ჯენზის რო ახსენებ ხოლმე. შეიძლება არ წახსოვდეთ ლევონ გოგიჩაშვილი რატო წამოვიდა ქართული ოცნებიდან და მოკლედ რო შევახსენოთ, თვითონ უფრო სულად მოყვება და აღარ მინდა ემოციებში შევიდეს, იმიტომ რომ მისთვის ძიმე თემაა. ჩვენ ეს ამბავი უნდა მოვუყვეთ. არა, მოვუყვეთ, უბრალოდ მე რას ვამბობ, ნახე ლევან, ეს თქვენ 2019-ში რო 18-ის ხო, ანუ მათ შორის იყო აი თქვენ ზეკაბესელიას, რომელიც პრინციპულად იყო, რომელიცაც მიუღებელი ამ მოსამართლეების კლანის ხო ჩაბეტონება იქ, მაგრამ ეს მოსამართლეები ამ უვადოდ გამწესებამდე ზოგი და ასე შემდეგ, მანამდეც ხო იყვნენ სასამართლო სისტემაში. მე გეტყვი, რა თქმა უნდა იყვნენ. და არა, კიდე რაღაცას გეტყვით. ეხლა ცოტა ძალიან კრიტიკული რაღაც უნდა კითხოთ, მაგრამ მეტი გზა არ არის. ანუ 2016 წლის ვიდეო რო, აი გარეთ ჩემი აზრით, აი მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გსცემთ მართლა, მაგრამ აი მაგ ვიდეოს რო უყურებ დღესაც პრეზიდენტის გამოსვლაზე რო გაქვთ თქვენ ვიდეო, აი ძალიან ძიმე მოსასმენია ჩემთვის რა. ანუ პრეზიდენტი გეუბნებათ, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემაა, რომ თქვენ ეუბნებით, რომ ეგ არის სახიფათო რამე, მაგას ნუ ამბობო. აი ამას ეუბნებით პირდაპირ და ეგ მოსამართლეები ხო მანამდეც იყვნენ, ამაზე ქონდა იმ კაცსაც საუბარი, მარგველაშვილს მაშინ. მე არ მახსოვს, რომ ეგეთი რამე მითქვა. აი თუ გინდა სახიფათო არის კი სახიფათო არისო, აი სიტყვა სიტყვით ეგ არის. უცბად ჩაგირთავ თუ გინდა. ჯართი მეტი. მოდი, აბა სად არის? მარგველაშვილი გავაკრიტიკე, რა თქმა უნდა, მაგრამ სასამართლოსთან დაკავშირებით სულ ესეთი პოზიცია. კი, აი მოიცა სად. კი, მანამდე თქვენ მოძებნეთ და გაგცემთ მაგაზე პასუხს. ნახე. ეს მოსამართლეები იყვნენ გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადით იყვნენ. ყველა უმრავლესობის ხდომაზე ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ეს ადამიანები არიან გამოსაცდელი ვადით და ჩვენ ამ ადამიანებს უვადოდ არავირჩევთ. პირველი კონფლიქტი არ დაწყებულა 2018 წლის დეკემბერში. აი, მოდი ჩავრთოთ ბარემ. განცხადებების სასამართლოს სახიბა. ჩვენ ვერ დავინახეთ კომპეტენცია ვერც თქვენს კრიტიკაში და ვერც თქვენ პოზიტიურ განცხადებებში. სამაგერო ჩვენ მოვისმინეთ სახიფათო განცხადებების სასამართლოს სისტემის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ამაზე მქონდა. ხო, ნუ მე მაგ ხო არა პერსონიფიცირებული. ეს კი არ მინდა რომ აი ეს კაკრა უბრალოდ. აი მე მართლა მე მიფიქრია რომ ლევან გოგიჩაშვილი არის ესეთი მებრძოლი კაცი რომ მე ამას თქმა უნდა მივცეთ ხო და მე აი ესეთ რაღაცები რომ მახსენდება. არა, ეგ არაფერი არ არის, აქ არ არის პერსონიფიცირება. იცი რა, რატო მაგრამ კიდე დავამთავრებ ბარემ რა. აი თქვენ არიყავით ქართული ოცნების რიგითი წევრი რა, სიტყვა ქოსს არ ხმარო სპეციალ. თქვენ იყავით ისეთი რანგის ფიგურა, რომელიც ლაპარაკობდა ქართული ოცნების სახელით. აი შეურაცხყოფა იმ შედარებას არ გავაკეთებ ხა მამუკა მდინარაძე როა და ასე შემდეგ თქვენ მაგას არ გაკადრებთ, მაგრამ აი ფიგურალურად ესეთი დონის ფიგურა იყავით ხო? დავამთავრებ. ჯერ ესეთის მან საერთოდ არაფერი არ არის.
აქ არ არის პერსონიფიცირება და მაშინ საერთოდ არ დგას საკითხი. მან შეიძლება მარგველაშოს უნდა თავისი კანდიდატურების გაყვანა უზენაეს სასამართლოში და შეიძლება მაგაზე არის ეგ მოყოლებული და კონტექსტი უნდა აუცილებლად ყოველთვის უნდა ნახო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ სულ ვამბობდით, მეცაც გეტყვი. მე კანონ პროექტი მქონდა, რომლითაც პირდაპირ ვამბობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ წელებში იყვნენ მოსამართლეები, მათ არ უნდა მიეცეთ უფლება საერთოდ მოსამართლეობაზე იფიქრონ, არა თუ უვადო ზოგადად იმ რაღაცა ხო არის ხოლმე რომ ნიშნავდნენ. კი და გეთანხმებით ცალსახელო. ამასთან დაკავშირებით ივანიშვილს ჰქონდა ჩვეულებრივი კონვულსია. აი პირდაპირ მნიშვნელობით. ის პირადად ჰქონდათ საუბარი ამაზე. ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ მე ამ კანონ პროექტს უჭერ მეთქი მხარს მეთქი და ეს პარტიული შეხვედრები იყო, ლება თუ პირადი შეხვედრები. პარტიული შეხვედრები. ანუ ესწრებოდა ამას ხალხი, ხო? მე მქონდა ეხა პირადი შეხვედრებიც. და ეს განწყობები მე ყოველთვის მქონდა ჩვენთან განსაკუთრებით პროკურორებთან. ლევან, რა იყო ის თავარი მიზეზი? ლევან, რა იყო ის თავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი აფერხებდა სასამართლოს რეფორმას და კლანის გაძევებას სასამართლოდან? ვერ მივხვდი რას მეუბნები. რატო არ დაარეფორმა ივანიშვილმა სასამართლოდან რატო არ გაუშვა მუსიძე ჩიჩალას? დავამთავრებ. პირველი კონფლიქტი მოსამართლეებთან დაკავშირებით დაიწყო 2018 წლის თებერვალში თუ არ ვცდები, როდესაც შენ გახსოვს ეს public მოსმენები რო იყო. public მოსმენები და კვირიკაშვილმა წერილი რო გამოაქვეყნა, რომ მიუღებელია, კატეგორიულად მიუღებელია ესეთი განხილვების გარეშე უვადო მოსამართლეების დანიშვნა ადამიანების, იმიტომ რომ იქ იყვნენ ისეთი მოსამართლეები, ჩამონათვლელები, რომლებიც ჩვეულებრივად რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ. სანამ კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ეს საკითხები არ დაიცრა რა, პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვი, რომ უვადო მოსამართლეების თემები არ დაიცრა. იმიტომ რომ როგორც ჩანს, მარტო მარიხუანის ლეგალიზების თემა არ იყო ბიძინას და კვირიკაშვილის კონფლიქტის მიზეზი. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს მაინც ჰქონდა იმის რესურსი, რომ მოიცეთ მარიხუანის ლეგალიზება ვის უნდა და მაგორ შორის? ბიძინას. ბიძინას, იო. კვირიკაშვილი წინააღმდეგი იყო. და ბიზნეს უნდა და იმიტომ რომ ბიზნესურად უყურებდა და ამბობდა რომ თუ ეხა ამას ჩვენ არ გავიტანთ მერე სხვა ქვეყნები გააკეთებენ ამის ლეგალიზებას და კონკურენციაში შესვლა იქნება. ეს გონი ისე კი ვიცოდით ასე რაღაცა. მაგრამ საჯაროდ მე მგონი შსს იყო ამის კახარია იყო. ხო, კაი, მაგაზე არ გადავიდეთ, ასრულებდით, დავასრულებინო. ვინც დაავალა მთავრობამ ამ კომისიის, მაგრამ ახსოვს ვოლსკი და ისინი რო რიგში ჩამოდგნენ და აპრავებდნენ ამ კანონ პროექტს. სხვათა შორის ერთადერთი კანონ პროექტი იყო, სადაც გულწრფელად ისეთმა ადამიანებმა რომლების ხა ვიღაცის დღეს ასაცილოა, როგორ შეიძლება მაგ ადამიანმა წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ როგორ ჩანს, აი რაღაცა პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გამომდინარე, ბევრმა ისეთმა ადამიანმა, რომელიც დღეს აგრესიული, თქვათ, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური დავალები შემსრულებელია რუსულ კანონს ხმამიცა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. სასამართლოზე ჩვენ ესეთ რამეს ვამბობდით, რომ ეს ადამიანები უვადო მოსამართლეები არ გახდებიან. ამიტომ ჩემთვის თქვათ, სანამ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები არ გახდებოდნენ, ისეთი არ იყო ზღვარი გადალახული. რა თქმა უნდა, არ იყო ზღვარი გადალახული. როდესაც დეკემბერში უკვე 18 წლის დეკემბერში ეს შემოვიდა. ისე თქვენი მოსამართლე, თქვენი საქმის მოსამართლე ხა სად არის? მოინელეთ? ეხა ისე გამოვა რომ თქვენ პირადებას სამართლიანობა აღადგინეთ, მაგრამ სხვები ვერა. არა, მეგარი არ გამოვა, კაცო, მე ვიბრძოლე იმისთვის, რომ ის სისტემაში, მაგრამ მე ვიბრძოლეთ როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირმა ქართულ ოცნებაში. არა, მანამდე სხვათა შორის. თქვენ 2012-მდე მოინელეთ? არა, 13-14. არა, ვიბრძოლე ეხა მარტო სხვებზეც ვიბრძოლე, მაგრამ სადამდეც ხო, 13-ში არ იყავ დეპუტატი. ეს ადამიანი ეხა რაღაც ამ ბოლო დროს გააქტიურდა და ეხა არა აქ ეხა სახელდაგვარს მნიშვნელობა თუ იმას დაინტერესებს თვითონ მოძებნიან. არა, პრობლემა თქვენ თუ ორგინოთ. სხვათა შორის ცინიზმი იყო, ერთხელ ის მირეკავს რა, გენერალურ პროკურორატურიდან მირეკავენ და თქვენი პროკურორიო ეს და ეს გვარი იყო? ხო, მეთქი რა, ეს და ეს გვარი იყო და მეორე დღეს დანიშნეს დაწმინდის პროკურორი. ეს რომელ წელს? 13. ეს რო მოიცა კაცო შუა ოცნებაში ყოფნის დროს მაგაზე რეაქცია. არა, ოცნებაში მე ხო მაჟორიტარი. თავიდან არ იყო მე რა მაჟორიტარობაცაც ხო. არა, მეუბნები 13-დან გაიკეთებინათ 2013-ში ეგ. არა, სხვათა შორის ახლა ეს გადაწყვეტილება ვინც მიიღო, ის
ამის გამო მას ჩემგან ეგეც მოინელეთ? არა, ეგ ბევრი კრიტიკა. ახლა მონელებაზე იმას ვამბობ, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ადამიანი სისტემაში არ დარჩენილიყო. ხო, რაც სწორია პრინციპში. მარტო მე არ ვიყავი, მარტო ეგეთი რამე გაქვს მაგაზე ნათქვამი. არ ვიცი, მე ეს პოლიტიკური ის იყო ჩემ წინააღმდეგო თუ პირადიო და საბოლოოდ როგორ გაარკვიეთ ეგ ამბავი, რაც გაგიკეთეს თქვენ ამბავზე რა, იმ დაჭრის საქმეზე. ეს უფრო პოლიტიკური ის იყო დასჯა თქვენი თუ ზეწოლა თუ პირადი. რაღაც ეგეთი რამე იმედი სიუჟეტში შემხვდა რა. არა მახსოვს ეხლა ჩემი რაღაცები თუ არა თუ არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სახე ამოსული ვიყავი ყელში სააკაშვილის რეჟიმის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენზე გადიოდა მთელი წინააღმდეგობა. ზუსტად უფრო გაცილებით უფრო საშიში სიტუაცია იყო ჩვენც თქვენი დროიდან ვინც აპროტესტებდით ისე ვინც მახსოვთ დღეს უმრავლესობა ოსნებასთან არის ისეთ ფილად რომ მისამოღები არ არის არაფერზე აღარ ჩამოვთვლი უმრავლესობა ვერ იტყვი ვიღაცები არიან მაგრამ მე პირიქით მგონია რომ 2012 წლამდე ვინც იბრძოდა იქ აღარავინ აღარ დარჩა და მგონია რომ ვიღაცები არიან რაღაც 10% ხო ვიღაცები რა თქმა უნდა დარჩნენ დაჩი საგურია ხო არ იყო თქვენი მეგობარი თუ ისე იბრძოდით უბრალოდ ერთად ეგ მაინტერესებდა. მოდი ერთ რაღაცას გეტყვი. მე იმ ადამიანებზე, ვისთანაც ერთად მაქვს საერთო წარსული, ესეთ ჩვენ ვიყავით ერთ პროცესში, ურთიერთობაც ჰქონდა და უბრალოდ მე იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც მე მაქვს წარსული და დიდი წარსული, საერთოდ თავს ვიკავებ ხოლმე საუბარს, თორე. აი, მე იმას არ გქონდა რომ რამე ცუდი გათქმევინოთ, ეხლა ის მაინტერესებდა. უცბად გამახსენდა ბრძოლაზე. არა, შეიძლება. არა, პირობითად მე და ირაკლი სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, ისე ვიბრძოდით რომ კი ბატონო, ეს არის. რა შეთხოვდი მათ ლევან ეხლა? არა, ვის არაფერს არ ვეტყვი. ეს არის ისეთი ხალხი რომლებმაც ზუსტად იციან რას აკეთებენ და მათი გადაწყვეტილება არის. მე ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევ, მაგრამ მე დაჩის გამო ადეიშვილისთვის მიტინგი მაქვს, მოწყობილი რომ გამოიშვა. მე ამას ვამბობ, მე იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც ერთად ვიყავი აი ამ ძიმე ბრძოლაში უფრო ბოროტ და აი ყველაფერზე წამსვლელ ტიპებთან მე იმ ურთიერთობებს და იმ წარსულს რა თქმა უნდა ძალიან დიდ კვეთს ვცემ. მე მგონი სასამართლო არ ამოგვიწურია. იცი სასამართლო იმ ხელა თემაა, შეგვიძლია თუ გნებავთ არა, შენ, იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანი კითხვა არის, რომ აი აქამდე არ იცოდი ეს თემა, რა თქმა უნდა ვიცოდი, რა თქმა უნდა ადამიანი. არა, მაგას გავეცით რომ არ იყო რაღაცის ზღვარი გადალახული, პოლიტიკური გულწრფელს საუბრობდით, მარტო მე კი არა. მე ის ადამიანები, რომლებმაც ადგენენ და სამარცხვინო თხარი დაუჭირეს ივანიშვილის შემოყვანილ მოსამართლეებს, ეს ყველაფერი უკან წაიღეს სიტყვები. ონდ მარტო ჩვენ კი ჩვენი მე-19 მოწვევის პარლამენტის დეპუტაციასთან კი არ იყო ეს პირობა. წინა მერვე მოწვევაშიც დადგა ეს საკითხი, რომ რას უშვებით მურუსიძეს, რას უშვებით იმას, რას უშვებით ამას და უბრალოდ ამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ ეს თემა უკაცრავად ეხა 10 და ბოლოს 2019-ში ეს ყველაფერი გააბრავა. და ამისთვის მას დაჭირდა კოალიციის დაანგრევა, ერთპარტიული სისტემების შემოყვანა, უფრო მეტი ცენტრალიზაცია, ძალაუფლების. რო ეგ ურჩევნო და იმათ შეიძლება მომძრავრდა, იმიტომ გააკეთა ეს, რომ უკვე ყოჩაღად იყო, იმიტომ რომ 76 დეპუტატი ყავდა. აი ჩვენ რო ყოფილიყავით 90. ჩვენი ამ ქვეყნის ტრაგედია იყო ქართული ოცნების კონსტიტუციური უმრავლესობა. პირდაპირ მნიშვნელობით. ჩვენ რო ყოფილიყავით 90 რომელ წელს მოიგო უმრავლესობა 16-ში, ჩვენ რო გავხდით მაჟორიტარები. ისე თქვენ მაგარჩენო სამაგალითო უწოდეთ. სამაგალითო იყო, იმიტომ რომ ზედმეტი ბიულეტენი არ ჩავარდნილა. მეცაც გეტყვით. იმდენად არ უნდოდა უშიშროების ხაზს ჩემი დეპუტატობა, რომ 1000 ბიულეტენი გამიფუჭეს ხელოვნურად. მე მათ კომიტეტში აღმოჩნდა. ლევა გოგიჩაიში როცა ოსტებაში იყო, მაშინაც კი შიგრით ვიღაცები ებრძოდნენ. რა თქმა უნდა, ებრძოდნენ, კაცო, ისა უშიშროების ხაზმა სამი კაცი ჩამისვა, ხმები რო წაერთვათ. და ბოლოს რო ნახეს რომ პირველ ტურში ვიგებდი, ადგენენ და 900 თუ 1000 ბიულეტენი გამიფუჭეს. ეხა მე წეგარ კარგი რაღაცებს ვამბობ თქვენზე და გამაწყვეტინეთ. კობახიძეს კლანი დღემდე აშორებს ბიძინა ივანიშვილს ყველა იმ მებრძოლს, რომელიც 2012-მდე იყო. ეგ შიშები აქვს. რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ ცდილობს ხოლმე დისტანცირებას, იმიტომ რომ ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას ისეთი რაღაცა უთხრა, ეს იმ კოლეგას აქვს ნათქვამი, რაღაცას ეს საუბრობთ რაღაც ამ წარსულს ვიხსენებთ უმრავლესობაზე და მოუტრიალდა და
ვინ გთხოვდაო მე ბრძოლას ვაგერო ხო ხედავ კახა ოქრიაშვილიო მაშინაც კარგად იყო და ეხაც კარგად არის რასი კლავდით ავსო ეს არის ამ კაცის ფილოსოფია გესმის და ამ ადამიანთან ვერ ისაუბრებ შენ ისეთ თემებზე რაც ჩვენი საერთო თემა არის მაგ ადამიანთან შეიძლება შენ ურთიერთობა გამოგივიდეს ოღონდ იერარქიულად შესაბამისად თუ შენ უშუალოდ ჩაებმები მის ინტერესს თუ შენ შედიხარ სხვადასხვა განზომილებებში და ან გატყობს რომ მისამომღები ხარ რაღაცაზე ხო მე რამოდენიმე კანონ პროექტი გავიტანე შეგნებულად არც ერთი კანონ სულ მეუნებოდენ მიდი დაელაპარაკე არასდროს არ მივსულვარ ამ თემებზე სალაპარაკოთ იმიტომ რომ არ ვთვლიდი რაზე უნდა ველაპარაკო კაც რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს პარლამენტთან რაღაცა ხმაურის კანონზე ან თქვათ რაღაც უშიშროების აკადემია უნდა შეიქმნას თუ არ უნდა შეიქმნას. წავალ და უშიშროების სუსის უფროს დაველაპარაკები, იმას დაველაპარაკები, იმათ მარკვიონ მე ერთმანეთთან. ხო, მაგრამ თქვენს კარგად აქებდით ხოლმე ბიზნესს. რა თქმა უნდა, ვაქებდი, როცა იყო ამის მოცემულობა, მაგრამ ეგრეა პოლიტიკური რეალობა, ეგრეა ხა. როდესაც აი ხა მაკედავ და გადავიდეთ პოლიტიკური რეალობა და არჩევანი არის მურუსიძე შენი პირადი კეთილდღეობა თუ შენი პრინციპები ამ თან მაგარი კეთილდღეობა ისეთი არა ძალიან მაგარი კეთილდღეობა ყველაფერს ადამიანები იკადრებენ და შენი პრინციპები და როცა ირჩევ უკვე ამ პრინციპებს შენ უკვე შენი გადაწყვეტილება ამით შეიძლება თქვა რაღაცა ნათქვამი გაქვს ვიღაცა შექებული ყავს მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე იმ მომენტში თქვათ, ესე ვფიქრობდი და ესეც ხედავდი, რომ აი ხა წეღა რომ გაქებდით. ადამიანი მნიშვნელოვანი იყო იმ პროცესში, იმიტომ რომ არ გამოვიდა სხვანაირად იმ პროცესში. ეხა წეღან ვეღარ ძალიან გრძელი შექება დავიწყე, მე კითხვაზე უნდა გადასულიყავი და აღარ დამაცადეთ. მე არ საერთოდ არ ხვდები რატო უნდა აქონ, ანუ რატო უნდა შემაქო. მე რამის ვიკითხები პასუხს. მე კრიტიკული ის იყო წინაპირობა რა, ხო და. ესე იგი, მოკეთ ლევან გოგიჩაშვილს ამით ვიცნობ თქო, რომ ყველა ალბათ რა, მოყვარეც და არა მოყვარეც, რომ არის პრინციპული ადამიანი და განსაკუთრებით ნაცული წარსულის მოსამართლეებს, პოლიტიკოსებს და ვიღაცებს არ წავ ბოლომდე ებრძოლა. ო, ეს არის პრინციპი, მაგრამ არსობრივად. მაგრამ ეხა კითხვაზე გადავდივარ. ინტერნეტში შემხვდა ესეთი ვიდეო გეიმახსოვრებათ ხა ეს ადამიანი ირაკლი კორძაია. ხო, ირაკლი კორძაი ამბობდა ეს რამეს რომ მოკლედო მე რო დავიწყეო როცა წამოვიდა 2013 წლისკენ ოცნებიდან როცა დავიწყე ლაპარაკი ვანო ზარდიაშვილის ავსაქმეებზეო ერთ-ერთიო ვინც იყო ვისი საშუალებითაც სადაც ჩემამდე მოსვლაო და აი რა მოგივიდას თქმაო იყო ლევან გოგიჩაიშვილო და ლევანმაც მითხრა ეგეთი რამეებიო რომ აი რეებს უხსენებდა რა თქინდა ყოილია და მაგაზე მაგან პასუხი მიიღო всё კი ბატონო მოიგონა. რა უნდა ყოილია თავიდან ბოლოს. მაგი კიდე ბევრ რაღაცებს იგონებდა, რაღაცეები ბოლოს მას. ეს ირაკლი გაქცეული რო იყო ეგ არის? არ ვიცი, სად იყო გაქცეული, მაგრამ შეხვდა და მე პირველად გავიგე და მინდოდა რომ მეკითხა ეგეთი რა. მე სასამართლოს ნაწილში სრულად გეთახმები, კიდევ რა არის ის, რაც პლანურ რეჟიმს კორუფცია. ლევან აი ერთნაირს ხდის და რაც არის მოსაშორებელი. სასამართლო გასაგებია და შედახსენი კორუფცია. კორუფცია მნიშვნელოვანი ასევე თუმცა ქვედარგოლებში ნაციონალური მოძრაობა ესეთ კორუფციის უფლებას არ აძლევდა. იქ რამოდენიმე ზედარგოლს ჰქონდა ამის უფლება. 5000 კაცი შოვის ფულს 8000 კაცი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უკვე ერთი დრო შოულობს ისე რაც მას არ ეკუთვნის უკვე კორუფცია არის. კორუფცია არის ასევე პრობლემა არის ზოგადად ჩვენი დაბალი ინსტიტუციური კულტურები. ახლა ჩვენ საერთოდ არასდროს არ მომწონს ხოლმე, როდესაც ადრებენ რაღაც ნორვეგიას, ჰოლანდიას, ქვეყნებს, სადაც აქვთ რაღაც ათეულობით წლიანი სერიოზული ჩამოყალიბებული ბიუროკრატია, თავისი გარანტირებული კეთილდღეობით და ძლიერი სოციალური სისტემით. ჩვენთან ადამიანებისთვის სამსახურის დაკარგვა, განსაკუთრებით ისეთი ხალხისთვის, ვინც ბიუროკრატიაში მუშაობს, არის ძალიან მძიმე ამბავი არის. ზოგადად სამსახურის დაკარგვა ჩვენ ბევრი ფაქტორი არის. დღეს ეხა ჩვენ ეს არ გვეყოფა აქ. ქართული ამ ქვეყანაში ადვილია მართვა ბიუროკრატიის. იმიტომ რომ ბიუროკრატია წვება. ყველა ხელისუფლებას უწვება. ეს 30% საკრალური, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს ადმინისტრაციული რესურსი ბიუროკრატიანად, არის ყველაფერია. უწვება პოლიცია შენ გამახსენე მე აბა გამახსენე რომ ხელისუფლება რომელიც ბოლო ამ 30 წელიწადში შეცვლილა
ვისაც არ ჩაყვა ბოლომდე შესასვლელი. გახარიას დროს ხო სამაგალითო იყო ერთი წამით მე შეგახსენებ რომ 2012 წელს ლევან უშიშროების სამინისტროს გახსნილ ემაში უბანში წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ ხო გახსოვს? არა, იცი რატო წააგო? შენ ისიც უნდა გემახსოვრებოდეს რომ უშიშროების სოდის სიძახი ლევან გაჩეჩილაძემაც მოიგო, მაგრამ იქ შეწონილი იყო მეორე კვარტალის და მესამე კვარტალის ხმები და ის ძალიან არარელევანტური თემა. ეხა მინდა გადავიდე რაზე ვილაპარაკეთ. რაზე იყო გახარია მისული? რაზე იყო? მაგ თემას კი არ შევხებივართ. ეს იყო 20 ივნისის თემა. აი 20 ივნისზე რა პოზიცია გაქვთ თქვენ? რა მოხდა 20 ივნისს? მე მახსოვს მაშინ რა პოზიცია გქონდათ და დღესაც იგივე გაქვთ თუ არა მაინტერესებს. ეხაც იგივე პოზიცია მაქვს. რო გახარიამ დაუშვა შეცდომები და უნდა გადამდგარიყო. მე გეტყვით მაშინ ჩვენ მივედით აქციაზე, პირველად რომ მივედით აქციაზე და მახსოვს რომ თქვით რომ ეს ნაცების აქცია არ უნდა იყოს და უნდა იყოს ჩვეულებრივი აქცია და პირდაპირ მნიშვნელობით გამოყარეს. მაშინ რაც გავიმეორე ის თქვი, ასევე ანუ ნაცებმა მიისაკუთრეს ეგ პროტესტი? 20 ივნისის მერე ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა რესურსი ყველა ესეთი მნიშვნელოვანი აქციაზე და გახარიას შეცდომა რაში გამოიხატა? გახარიას შეცდომა რაში გამოიხატა? გახარიას შეცდომა გამოიხატა, არ ვიცი. ნუ ის სპეცოპერაციას ახსენეთ მე საბოლოო ჯამში. არა, მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში რასახეც მიიღო აქცია, მე სიყო თავიდან ბოლომდე უბრალოდ ოპორტუნიზმი იყო ამის გამოყენება რაღაცა პარლამენტში შტურმზე. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, 10 საათის მერე იყო შტურმი და იყო პროვოცირებული და როდესაც ესეთ კონფლიქტში შედიხარ პოლიციასთან, ორივე მხარედან, რა თქმა უნდა, ძალადობის კომპონენტი იქნება. გახარიამ დიდი გადმოსახედიდან ქართულ ოცნებას შეუნარჩუნა ხელისუფლება პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ დაამხობდნენ იმ ღამეს მაგ და ეხლა შენ წარმოიდგინე იქ რომ ხალხი შეცვენილიყო დილა სხვა რეალობით გაიღვიძებდა მთელი მსოფლიო რომ ოლიგარქს ხალხი შეუვარდა პარლამენტში და ნუ სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა. დანარჩენი ახლა გახარიამ თვითონ იცის რა შეცდომას დაუშვა. მე ვფიქრობ რომ მისთვის მთელი ცხოვრება დარჩება, ეგ ამბავი, ტრავმა უნდა იყოს და ყოველთვის ამბობს რომ დარწმუნებული ხართ არ ეწყინება ახლა რაც ამბობთ? მან თქვა რომ ეს ჩემი ტვირთია მე უნდა ვატარო ახლა მე სხვანაირად როგორ გითხრათ ახლა ეს ისეთი ამბავი არის. მაგრამ მაგას მრავალი წახნაგი აქვს. ხო, მაგრამ დღეს ჩვენ ვნახეთ რომ კომისიაში მან თქვა რომ მე როცა შევხედებ გადადგომის დროს პროცესებს მე არ გამოვრიცხავ რომ იქ სხვა ბრძანებებს გასცემდა და ეს ცulis შენ სურათ შეცდომები ვარ რომ ეს როლეთ გახარიას თემა არ არის. მე კიდე დარწმუნებული რომ მაგაზე ნალაპარაკები გექნებათ და დარწმუნებული არ დარწმუნებული კი რა ზუსტად იცით რა აქვს ნათქვამი თქვენთვის. შეიძლება დარწმუნება არ დარწმუნების დონეზე გაქვთ თუ ნალაპარაკები გაქვთ? პოლიციამ რა თქმა უნდა ის რაც იყო ჭაული გაზი გამოიყენა, მაგრამ ეს როლეთ გახარიამ თქვა უკვე თავისი ვარაუდი გამოხატა და შესაბამისად ეხა ხო, არა, მაგაში არ შევედი ეხლა მაგაზე ვცადოთ ვილაპარაკეთ. არა, მაგაში არც მithოვია შესვლა, ვინის როლა მე კითხვაში დამისვენს. არა, ეგ არის მნიშვნელოვანი ვინის როლა, რა ბრძანება გაიცა, იმიტომ რომ ადამიანები დაზარალდნენ ამის. ჩემ ჩვენ ბატონ გახარიას ველოდებით სტუმრად და დაუსვათ კითხვებს. ჩემ აზრით ის უფრო მნიშვნელოვანია, ის ტყვიები რო ქონდა შეძენი, რომელიც შესაძლოა ლეტალური გამხდარიყო, ეგ უფრო პრობლემაა, ვიდრე ის რომ ეხა ის როლი თუ არის. მე რაღაცას გეტყვი, მან ალბათ ისინი თვითონ ისაუბრობენ, მაგრამ ეს ეხა რო განახდა მერე თქვათ ეს ახალი თანამედროვე ისინი თქვათ რაღაცები მერე მოხდა ამის შესყიდვები. მანამდე უბრალოდ არ იდგა ამის შესაძლებლობა და რაც იდო იმ თავის იმაში ის გააკეთეს. ეს მათი პრობლემაა ეხა რატო არ იყიდეს ისე რატო არ გადააკეთეს, მაგრამ ეგიდო იმაში რაღაცა საცავებში და ეგ მაგრამ მინიმუმ საწყობის უფროსი მაგრამ მე სადვარი წინამყოფი აი რა საწყობის უფროსი მე სადვარ ნამყოფი იცი მე ვარ ნამყოფი 2006 ეგ უნდა დასჯერიყო რა ეხა საწყობში რომ 6 მაისი იყო თუ 5 მაისი იყო სამმართველოსთან რომ დაგცხრილეს პირდაპირ მამაჩემს მოხდა მანდ ტყვია პლასმასის ტყვია მე მახსოვს უბრალოდ ის არ დამოვიწყდება იმ ბიჭის სახელდაგვარი დამოვიწყდა ბურჯანაძის დაცვა იყო ნუ აი ფარებული იყო და რამდენი ტყვია მოხდა უბრალოდ ვერ დათვლიდნენ ყველა ტყვია მაგას მოხდა ეს რომელ წელს 2009 წლის 26 მაისის უცნობი რომ გადახტა უცნობი რომ გადახტა სამართლოში აი დაცხრილვა რა დაგცხრილეს ანუ 1 და 2 კი არის როლი მამაჩემს მოხდა ყველა ფანჯრიდან გვესროს მაგაზის მინდოდა მეკითხა აი თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც
იქიდანაც მოხვედრია და აქედანაც მოხვედრია, პირდაპირ ესე ვთქვათ რა და აი ხშირად მიდის ხომ ეხა გვინდა არ გვინდა მიდის ხო ამ დარბევების შედარება და იყო თუ არა იგივე და აი მაგრამ ამ კონტექსტში როგორ შეხა რა შესაძლებელი ეგ არის და რას მაგრამ არის მაინც ხო როცა საუბრობენ ნაციონალების სისასტიკეს ამას გადააჭარბე ეს ოცნება გადააჭარბა ნაციონალების სისასტიკეს 8 დღე გადამულად მე ადრე დარბევა არ მახსოვს იყო რა თქმა უნდა რაღაცა მაგრამ ესე პირველში 2-ში 3-ში 4-ში 5-ში 6-ში 7-ში ეს მომენტი არ არის მაგრამ სისასტიკე იმ პოლიციელების ეხა რო ადარებ ხოლმე უფრო დიდი იყო თვითონ პირად და მიშას რო ყიროდენ და რაღაცა ძალიან აგრესიული პოლიციელები ესენი ისე რაჯობია ბიძი დაიყირა თუ დედა ეკიდებია და დედას გოგიდება მაგრამ მეც გეტყვი რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი ევოლუცია იქამდე არ მივა ის ხო დაიწყო ევოლუცია დაიწყო ადამიანის აგრესიის პოლიციის გარკვეულწილად ეს გამოიწვია იმ ნიშანი რო არ ქონდათ ალბათ ერთი რამ დაიმახსოვრე რა ნახე პოლიცია შევიდა წილში ხელისუფლებაში 2000 პედაგოგ გეტყვი პრინციპში აქამდე დეკემბრამდე პოლიციას წილი არ ქონდა ხელისუფლებაში იმიტომ რომ ქართული ოცნება ყოველთვის ახერხებდა მანევრს არ ჭირდებოდა პოლიციური ძალების გამოყენება ხელისუფლების შესანარჩუნებლად დღეს დაჭირდა ეს წილში შესვლაში რა იგულისხმება უფრო გრო განმარტოთ ნახე მარტივად გეტყვი ქართული ოცნების წილში შესვლა ნიშნავს რომ დღეს რო პოლიცია არ დამდგარიყო ისე როგორც დადგა ქართული ოცნება იქნებოდა დამშვიდობებული ხელისუფლება პოლიცია იყო საერთოდ ლევან კი ამოვინ ნუ საპოლიციო ძალები არა მე მოვისმინე მაგალითად გედედეს ყოფილი თანამშრომელის განცხადება რომელმაც პირდაპირ თქვა შაიშმელაშვილმა რომ ის შავლიანი ადამიანები არც ერთი არ ყოფილა პოლიციელები რა მნიშვნელობა პოლიციის სახელით მოქმედებდნენ და პოლიციას ემორჩილებოდნენ თუ პოლიციამ დაუშვა ის რომ ვიღაცა ბანდიტი ან ვიღაც მოჭიდავე ტიპი პოლიციის ფორმით დარბოდა და პოლიციის მუნდირს ღირსებას ულახავდა ეს გადაყლაპა ეს ხო არის ხო მაგრამ მე იმაში ვერ დაგეთახმები ლევან რომ სტატისტიკით შეიძლება ისინი ჯობდნენ. აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობის დროს კი ახლა ვინც წინააღმდეგებოდა იმას შენს ორივე მქცევა ხო? კი ურტყავდნენ მაგრამ ბავშვებს ესე პატარა ბავშვებს ესე გამწარებით იმ დროს ურტყავდნენ? არ ურტყავდნენ. აი პატარა ბავშვები? სადარბაზოში იმდენი ბავშვი იყვნენ მაშინ 2007-ში და თემაში დაალეწეს. ხო მე მაშინ დაკავებული ვიყავი და 12 წლის ბავშვები არ უცემიათ მაგრამ ახლა 18, 19, 20 წლის ახალგაზრდებს 20 წლის ბიჭები ყავთ დაკავებული. კი აი ხა იგივე იყო ახლა ჩემი მეგობრები ახლა შედარებას მეგობრები ისე ცემეს კაცო იმეთთან და იმათთან და ამათთან ახლა ლევან აი შენ აი ამ ყველაფრის მიუხედავად მეც ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოსთვის ვდგევართ ხოლმე მიტინგზე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და ეს ბევრ ჩემს მეგობარში ახლობლელში იწევს კითხვებს. დარწმუნებული ვარ შენს მიმართაც არის ეს კითხვები რომ აი როგორ დგახარ ძმაო მაგის გვერდით. აი ხო მე მინდა დემაგოგიის ამბავია. მე მგონია ლევანი ერთ-ერთი ის ადამიანია ვისაც მაგას ნაკლებად გაუბედავენ მაგ კითხვის დასმაზე. არა ვიღაცამ შეიძლება ჩემს მიღმა დასვას კითხვა კაცო მაგი არ არის პრობლემა. მე მაინტერესებს ლევან აი შენ რას გადააბიჯე იმისთვის და რატო დგახარ დღეს იქ და საერთოდ მინდა კითხო რომ ბევრი მომიტინგე რა თulis რომ თავარი ფაქტორი რომ თქვენ ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკურ ნაწილში დისტანცირდებით არის ერთობის ერთ-ერთი მთავარი დამანგრეველი. არის ერთობა შეუძლებელი. ხო, აი მე მაინტერესებს რატომ არის ეს ერთობა შეუძლებელი? ჩვენ თქვი მაგიტო არის შეუძლებელი. ჩვენ მან იმიტომ კი არ ვდგავართ რომ ვიღაცა იმის არის. იმიტომ ვდგავართ რომ სინდის პატიმრების თემა იმიტომ დგას რომ დიდი თემა არის მე მაქვს ხმა მიცემული იმაზე ნატოზე და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ან ჩემს გადაწყვეტილებას ვიცავ 78 მუხლს ვიცავ და ამ ის დასაცავად თუ ვიღაცა დგას მე ამაში იმ ადამიანს როგორ აუგზავნო ხო რა ვიღაცა ის რო დადგეს ეხა ატიფოელი რა თუ ეხა დაუდგები ტრიბუნაზე და რაღაცა ხელებს ჩავკიდებ ერთმანეთს მე შეიძლება ეს იყოს პრეტენზია არგუმენტირებული და ამ მიშას პლაკატები ვინც დარბის აგონია შენ ნახევარზე მეტი და იმაზე არის რა მუშაობენ რომ მიშას პლაკატით დადგას მაგაზე მაგი არ არის პრობლემა მე როგორ უნდა მივცე ჩემ თავს უფლება რომ ადამიანი რომელიც მოდის და 78 კონსტიტუციის მუხს იცავს უთხრა რომ შენ რა თქმა უნდა ჩემი საქმე არ არის ან სინდისის პატიმრებზე რო არის საუბარი და ზე პარტიულ საკითხებზე მაგრამ ეხა ჩვენ მაშინაც ვთქვით რომ ჩვენ ბოლოს ატომ მოვაწერეთ ხელი ტექნიკურ მთავრობას
ჩვენ თქვით რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციას და ეგ იყო გზა ერთ-ერთი როგორ არ იქნებოდნენ ნაციონალური მოძრაობა ხელმისაწვდომი. ისე ეგ ძალიან ბუნდოვანი რაღაცა იყო. დღემდე გაუგებარია ჩემთვის, იმიტომ რომ იმხელა ის თავისი 15% ხო აქ. აქ ოცნებას აქ ეს თავისი 30 რაც აქ. საბოლოო ჯამში, ეხა ჩვენ ხო ყველამ ვიცით, აი სამივე ვიცით, რომ როგორც არ უნდა გადათამაშებულიყო არჩევნებზე შედეგები. არა, როგორც არ უნდა გადათამაშებულიყო შედეგები, ეხა რო არ გაყალბებულიყო ვთქვათ რა. ან ოცნება დაგჭირდებოდათ კოალიციის შესაქმნელად, ან ნაცები, ეხა ისე სისტემა სხვა იყო მათ თავრობა იყო არანაცებისგან შედგარი პარლამენტიდან უნდა ემართა ქვეყანა ჩვენ ხანდელ არჩევნებზე ვამბობ აი ხანდელ არჩევნებზე ვამბობ ანუ სალომეს ხაზს გავყევით ჩვენ 51+ როგორ აგროვებდით ნაცების ან ოცნების გარეშე ჩვენ მივცემდით ტექნიკურ მთავრობას მხარს, მაგრამ ტექნიკურ მთავრობაში ნაცები და ჩვენი წარმომადგენლები არ შედიოდნენ. და ის 1 წლის მერე უნდა ნუ ეხა არჩევნები ჩატარდებოდა 1 წლის მერე თუ რა ეს რა პროცესი იყო სწორი გამოსავალი იყო. თუმცა მე ვფიქრობ რომ აი მაგ ესე ვთქვათ შუქის არანთებამ ბოლომდე გამოიწვია ბევრ ამორჩეველში ესე ვთქვათ კითხვის ნიშანი რატო ანუ არ იყო ხილვადი ოპოზიციის გეგმა. აი ბოლომდე ხილვადი არ იყო რა ეს ყველაფერი და რაღაც ნაწილში ბევრით რო ვერ მოუგეთ. ირაკლი, ნახე. ქართულმა ოცნებამ ყველას მოგვიგო, მაგრამ ქართულ ოცნებას არ მოუგია 76 ხმა. მაგაშია გეთახმები, მაგრამ იმდენით ვერ მოუგეთ, რომ ეგეც არ ყოფნოდათ ლევან. ამას ამოჭრიან და ცალკე დადებენ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს ქართულმა ოცნებამ ყველას მოგვიგო. ეგეთი პროპაგანდაა. ქართულმა ოცნებამ პროცენტულად ყველას აჯობა, მაგრამ საერთო ჯამში ქართული ოცნება ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნა. იყო 50%-ზე ქვემოთ. თქმა უნდა. არა მარტო 50%-ზე, მე ვფიქრობ, რომ სადღაც აი ნაკიდით, პოლიციით, ფულ გადახდილით, ქუჩით, კრიმინალით, აბა დროზე ხმა მიეცით, აი მაქსიმუმ 42-3% გაეკაჩა. აი, გასაგებია, მადლობა ირაკლიშ. Go ahead. კი ბატონო, ლევან, ეხლა მე ვიცი რომ შენ წინააღმდეგობის დიდი გამოცდილება გაქვს. მე მინდა შეგვითხრა, სად ვიმყოფებით დღეს ამ ბრძოლაში, როცა ამდენი დღეა, ამდენი თვეა უკვე ადამიანები ქუჩაში არიან, სად ვიმყოფებით ეხლა ლევან? რეალურად რის იგჯერ, ეხლა ჩვენ გულახდილად გვინდა ხოლმე. აი ხა მართლა აი ამ წუთას ჩვენ ესე ერთმანეთსაც ვეკითხებით, რომ აი რა ბრძოლის ზოგადად. ბრძოლის მჯერა, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ყოველთვის ბრძოლა შედეგს დააყენებს. სანამ იბრძვი წაგებული არ ხარ. არა, ნუ იცი რა არის ხა შენ გამოთქმებით გვაქვს, სანამ იბრძვი. იბრძვი რა, ეხა ვინ იგებს ტაქტიკურად როგორ არის იბრძვი. შენ როცა შეჭრა ბრძოლა თან მორალურად, ეს პოლიციელები რომ მიდიან იგივე ამ შხრეკებზე, ხა დღეს ბრიფინგზე ეს ისა როგორ თავდაყრილები არიან, ხო ეთყობათ რა. რა თქმა უნდა, ესეც არის ქართული ოცნება დგას პოლიციურ ძალაზე. მეტი რესურსი არასდროს არ უნდა და ივანიშვილს აქამდე მიეყვანა, არასოდეს არ უნდა და იმიტომ ზუსტად იცის ეს ამას ხედავდა ყველაზე უარეს განვითარება და ისევ წარსულში ბრუნდება. რა უნდა იყოს გზა ლევან, მე შენგან უფრო იგმაიტა. გზა და აი ეს არის და შიდა ფაქტორების ერთმანეთთან დამხმარება. როგორ ფიქრობ თუ ეს ერთობა არ მოხდა ნაციონალური მოძრაობა, ცალკე უნდა იბრძოლოს და ჩვენ ცალკე უნდა ვიბრძოლოთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ? რა თქმა ერთობას რას ეძახი ერთი პარტიული სიეთარჩევნებს. არა რა თქმა უნდა. დანარჩენზე გეუბნები რომ ეხა ყველაფერში სადაც არის ძირითადი თემები ყველანი ვიღებთ ამ ბრძოლაში მონაწილეობას. ერთიანობა რას ნიშნავს? ერთიანობა ნიშნავს რაღაცა საკითხების ირგვლივ მაგალითად ისეთი როგორიც არის ის არჩევნები რომელიც არ უნდა ვახსენოთ ახლა იმიტომ რომ კოცების წისხლზე არ დავასხა წყალი. თუნდაც ეგ არჩევნები მაგაზე რა თქმა უნდა არ უნდა დაასხა წყალი იმიტომ რომ 25 აგვისტომდე სანამ დაინიშნება თვითმართველობის 40 დღემდე ადრე არ უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა შესაძლებელი არის დაინიშნოს ადამიანელი არჩევნების იმას. შენ თუ დღეს დაიწყებ თვითმართველობაზე ლაპარაკს, მიუტრიალდება იმ უცხოელებს და ეტყვის ამ ხალხს უკვე თვითმართველობაზე ლაპარაკობენ და მე თავი დამანები. მაგას თავისლება დამრჩა რომ ეს სწორი ანალიზია გეთახმები პრინციპში რომ წინასწარ არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ მაინც ეგ უნდა დაიტოვო როგორც ტექნოლოგია, მაგრამ შენ წინააღმდეგი ხარ მაგ არჩევნებში მოაწილეებს, მაინც ესე დამრჩა ესე შეთაბეჭდილება. ლევან, თქვენი პარტია როგორც ეს 4 ოპოზიციური პარტია ყოველთვის ესე ვთქვათ თავს იქებს ხოლმე რომ აი ჩვენ უცხოეთში უცხოეთში ვმუშაობთ და ესე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მუშაობის შედეგებს ჩვენი ესე ვთქვათ ყოების მიმართ და არ არის ესე ვთქვათ დიდი წნეხი, არც ამერიკული წნეხი არ არის, არც ევროპული წნეხი არ არის, ვერცერთი ტყვე ვერ გამოვანთავისუფლეთ. რა არის ამის მიზეზი? ჩვენ ესე ვთქვათ, გვაქვს ესეთი ინიციატივა, რომ აუ, თქვათ ინიციატივა არ დავარ.
ვიღაცა მართლაც ეხა სუსისგან შემოაგდეს ეგ არ ვიცი მართლა ინიციატივა რომ ესე ვთქვათ გამოცხადდეს ამინისტია და ის ხალხი ვიც ესე ვთქვათ ჩვენ მე პირადად ჩემთან ინიციატივა კი არა ხო არ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ის გამოსავლა რაც 20 ივნისზე მოხდა თქო რა რომ აი მოძალადეებსაც ამნისტია და აუღონ ესენი გამოუშვით და კაი იმაზე დასჯას აღარ მოვიტყოთ ხო არ შეიძლება იყოს ეს ვერკეტები ჭირდება ეს გამოსავალი მაგრამ ვინ უნდა შესთავაზოს ეს გამოსავალი ვერკეტები არ არსებობს მაგისი მან ვერკეტები არ არის მაგისი ყოველ შემთხვევაში ინსტრუმენტები პოლიტიკური ინსტრუმენტები მაგისთვის არ არსებობს საკონსტიტუციო თუ რა ჭირდება არა საკონსტიტუციო ამინისტია ჩვეულებრივი კანონი არის ხმათა უმრავლესობით მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით ვერკეტი არსებობს დალაპარაკების ფიზიკურად რომ მოდი ხო ინსტრუმენტალიზაცია იმ 20 ივნისზე ნაციონალური მოძრაობის ისე რას ფიქრობ თემა შემადგენლობამ ხმამიცა მაგას ირაკლის მოიწონე მე ჩემი იდეა მაგრამ ბოლომდე არ მომწონს თან და არ ვიცი მართლა არ ვიცი არა მე პირადად ზვარდوار ვაპატიო ვიცი ვაპატიებ თუ გამოუშვებ მისი უფლება არის მაგრამ ირაკლის პატიობა ეს არის მისი მორალის ამბავი არის მაგრამ კანონია და ის რო აპატიო მაგას ჭირდება ინსტრუმენტალიზაცია და ამას ჭირდება ვთქვათ ამინისტიის თემა. ამაში ვერ უცხოური წნეხი არ არის ამის შესაძლებლობა ლევან. თქვენ ნახეთ ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან გამომდინარე იმ მდგომარეობაში ყოფილი ვარ თქვენ ახლა ტყვეებს რო ეძახით. გაცილებით უსუსურ მდგომარეობაში. ყველანაირი თვალსაზრისით. პერსპექტივას ჩანდა მომავალი უფრო თქო იქ მეორე დილით შენ ჯანმრთელობას შეინარჩუნებდი თუ არა საღამომ დილიდან საღამომდე შეიძლება მორგში აღმოჩენილი. არავინ მე არ ვამბობ სიკვდილზე, მე ვამბობ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. მე ჩემი პატიმრის ემოციებიდანაც დამინახავს პოლიტიკური პროცესი, ძალიან დიდი იმადგაცრუება, იმედებიც, ყველაფერს ხელს ეჭიდები, ხავსაც კი, აი კლასიკურად რასაც ქვია გაჭირვებული ხავს ეჭიდებოდა შეიძლება იყოს და ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ეგეთი მდგომარეობა მე მესმოდა და უძნობდი ჩემი მშობლების მდგომარეობას მათაც ჰქონდათ რა თქმა უნდა ეს სურვილი რაღაცა ვიღაცას უფრო მეტი გაეკეთებია ეს გაეკეთებია არ მგონია სწორი იმ ლევან გოგიჩაიშვილი როგორც პატიმრის გადმოსახედიდან რომ ვიღაცა ვაკრიტიკო შენ რატო არ აკეთებ იმაზე მეც რომ მე გამომიყვანო ეს ჩემი გზა იყო. მე ხარ ისე თქმაც მინდა ამას შევფუთავ რა. ჩემი ცხოვრება არის ჩემი ცხოვრება. მე ეს გავაკეთე და ეს გავაკეთე საკუთარი გადაწყვეტილებით. არავის არაფერი არ დაუძალებია. ყოველთვის სადაც რისკში მივდიოდი, მე ხედავდი რომ ამას რისკი მოყვება. მაგრამ ამ რისკებს პირველ რიგში მე ვიღებდი ჩემ თავზე. არასდროს არ მიწუწუნია იმან რატო იმას ქნა? ეს ბრძოლა, როცა შედიხარ ბრძოლაში, როცა შედიხარ უხეშ ძალასთან ბრძოლაში, კონფლიქტში პოლიციასთან შენც მოხვდება ეს ჩვეულებრივი მომენტი არის რატომ მოხვდება ეგ სხვა ამბავი არის მაგრამ შესაძლებელია ეს მოხდეს როდესაც მიდიხარ რეჟიმებთან წინააღმდეგობაში უნდა გესმოდეს რომ ეს შეიძლება სხვაგვარად დაბრუნდეს კაი ეს შეიძლება ის მიცლევა მაგრამ რა უნდა გავაკეთო ვერ მივხვდი კარგად აბსოლუტურად მაშინ არცად არ მივდივართ მაგრამ არა არცად არ მივდივართ რა პროცესი არის ჩვენ ვერ გეტყვით გამზადებული ეს ჯობია ის ჯობია ეს ჯობია ეს ჯობია ყოველდღიურად იცვლება რეალობა ხო ვიბძვით უფრო მეტი მოახერხა ოპოზიციამ ვიდრე მაშინდელი ოპოზიცია ახერხებდა გაყალბებული არჩევნების დროს იმიტომ რომ არჩევნები დამთავრებული არ იყო ხოლმე და ყველა ულოცავდა მახსოვს მე პრეზიდენტის არჩევნები ლევან გაჩიჩილაძის არჩევნები დახურული არ იყო ამის უბნები რომ მაშინ მოულოცეს მაშინ რა თქმა უნდა ეხანდელი სიტუაცია ქართული ოცნებისთვის არის ძალიან მძიმე ლეგიტიმაციის არ მიცემის თვალსაზრისით ძალიან მძიმე არის და დღეს ამოვითო ცუდად დაასრულებენ აუცილებლად არავის რო არ დაუსრულებია ისე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ მაგაში აი 100%-ით დარწმუნებული ვარ მაშინ რომ ესე მოხდება პროცესი არის ეს პროცესი როდის დამთავრდება მე ამაზე არ მაქვს კონკრეტული პასუხი მაგრამ სანამ ჩვენ ვიბრძვით ჩვენ გვაქვს შანსი და აუცილებლად გავიმარჯვებთ და თუ ჩვენ ბრძოლა შევწყვიტავთ არაფრის შანსი აღარ იქნება და ეს პოლიტიკური მოცემულობა როგორც ქვეყნის შიგნით ნახეთ ჩვენი ამოცანა რაც იყო რომ ყველა ხო დარწმუნებულია ამ ქვეყანაში რომ არჩევნები გაყავდა და ქვეყნის გარეთ ყველა დარწმუნებულია იმაში რომ არჩევნები გაყავდა და ამის კონკრეტული შედეგი არის ამ ადამიანებს არ ცნობენ ეხა ვიღაცას რო შეხვდება მაგას კი არ ბოკასას მთავრობას ელაპარაკებოდნენ და მუგაბეს და იმათ როდები რო ტრამპმა იქით ხელი გაიქრია და ამათ დაიჭირეს და ესე არ არის მაგრამ ოფიციალურ დონეზე რაღაცა ეს პროცესი შენარჩუნებული არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ ხალხის ბედი ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ეს ადამიანები
დღეურად რისკის ქვეშ არიან და დღეს გიორგი ჩიკვაიძის დედის ინტერვიუ იყო, რომელიც ადამიანი ცრემლიანი თვალებით ადამიანი ამბობდა, რომ ისე დამძიმდაო გიორგის მდგომარეობა გლანის ციხეშიო, რომ აღარ ვიციო რა გავაკეთო. ეს ჩიკვაიძე კიდე ძალიან მეწოდება და რაღაცნაირად თითქოს რაღაცა ვიღაცებმა ბოლომდე არ დაუჯერეს, თითქოს თუ რაღაცნაირი ის არის პერსონაჟი თუ მაგ ადამიანმა რა გამბედაობას თავის ფაქტია რომ ეხლა შიმშილობს და ციხეშია. მაგრამ ისეთი პრობლემები აქვს ჯანმრთელობის რომ ანუ რა ამიტომ ეს ყველას ბრძოლა არის. მე მომწონს არ მომწონს. ეს ადამიანები გარეთ ერთმანეთს დავეთანხმებით, არ დავეთანხმებით. ჩვენ ამ ადამიანებს გვერდში უნდა დაუდგეთ, ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობები უნდა ვიყოთ. შენ რომ ამბობ რა გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისი, რომ დღეს გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ხელისუფლებას. დიდი როლია. მე პატიმრების წნეხის ნაწილში თორე მაგაში აბსოლუტურად იცი რა, პატიმრების წნეხის არის ლეგიტიმაცია რო არ აქვს. რა თქმა უნდა, ეგეც წნეხია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ერთ-ერთი პატიმარი სახაროვას პრემიაზეა, მე როგორც ვიცი წარდგენილი. დიდი მხარდაჭერა აქვთ, განსაკუთრებით მზიამაღლობელის ირგვლივ ძალიან დიდი მობილიზება არის. შენ ხა წარმოგიდგენი, ახლა 3000 კილომეტრის იქით ადამიანი შენზე წუხდება და შენი საკითხით დაკავებული არის. ამ ამბავი ნაციონალური მოძრაობის წევრებს რო იჭერდნენ, თვეში გამოყავდათ ხოლმე ამ უცხოური წნეხით და ეს ახალგაზრდების რო გამოვიყვანოთ რამენაირად არ არის შესაძლებელი. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი. დღესაც რო ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დაჭერას უბრალოდ აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ 9 თვეში ისინი შეწყალებულები იქნებოდნენ. ბიძინა ივანიშვილის თელი ეს რაღაცა მართლა ეს ცუდი ის არის, რომ ზუსტად დათვალა ეხა ადამიანმა ეს 9 თვიანი პერიოდი 9 თვე ხო არის მონაკვეთი, სადაც ადამიანი ციხეშია. და გააზარდა ეს არა, ნუ არ არის ფიზიკურად ეხა ეჭვი ხო არ გეპარება, რომ დღეს რო სალომე ზურაბიშვილი ასრულებდეს პრეზიდენტის ანუ ამ მოვალეობას შეიწყალებდა მისჯილი არ არის, მაგრამ ნუ ხო თუ ყოველ შემთხვევაში ვისაც მისჯილი აქვს იმას ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სექტემბრამდე ეს ამბები დამთავრდება. ვითომ? 9 თვე გადის უკვე რა მეხუთე თვე. მე საჯონ. ხო, მაგას გეუბნები, ანუ სასამართლო დამთავრდება მეთქი, მაგის. მე მეგონა თუ გინდა შევაჯამოთ. კი, სანამ შეაჯამებ, ლევან, სულ აპელირებდით 25 ოჯახს. დღეს ვატყობთ, რომ რეგიონების კუთხითაც ეს ფეოდალები უკვე ძალიან მომძლავრდნენ და ყველა მხრივ ვიწროვებენ, იქ მაღაროელებს სცემენ, იჭერენ, რუსი ოლიგარქები შემოვიდნენ უკვე საქმეში. ცოტა უფრო მეტი აქტიურობა ხო არ არის საჭირო აი ამ დიდი ოლიგარქების წინააღმდეგ და რა გეგმები გაქვთ საერთოდ აი ამ ხალხის, ვიც რეალურად აი ამ ქვეყანას ესე ალპობს. ძალიან ვრცელად უნდა გიპასუხოს, მოკლედ თუ შეძლებთ. ისე ბრძოლა. დიდი კონკრეტულად რატო არ ვასახელებთ, მაგრამ არა, არ დასახელება რა თქმა უნდა, ანუ ამათთან ბრძოლის სტრატეგია არსებობს. ქართული ოცნების დამთავრებასთან ერთად ამ 25 ოჯახის პარაზიტობა დამთავრდება. მაგის გარანტია შემიძლია გითხრა. და სანამ ისინი არ დამთავრდება, იმისიც აკე ვერ დამთავრდება. ანუ კოალიციურ მთავრობაში არ ექნება დასაყრდენი, ეხლა მახსოვს რომ ზოგიერთი პარტია მიდის და ეხლა საქციებიდან იცავს. თუ ექნება დასაყრდენი კოალიციურ მთავრობა თუ გაიმარჯვა, კი დასაყრდენი ხო და ლევო გოგიჩაშვილი კიდე ერთხელ წამოვა და იქის ფერი დედაც ვატირეო, როგორც ოცნებას უხრა. მე არ ჯერა, ნახეთ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეხა სადაც ვართ, ჩვენი შემდგომი თაობა მანდ აღარ იქნება. ესეთი ფასეულობითი შეუთანხმებლობის ანუ რაღაცეებს თავის სახელი დაერქმება და წითელი იქნება, მწვანე იქნება, ყვითელი იქნება. დღეს მაინც ეს ფერები ბიძინა მაინც აურია ერთმანეთში. კითხვის ნიშანი ჩვენ მივიღებთ დარწმუნებული ვარ, ჩვენ სიცოცხლეში ვართ, ჩვენ მივიღებთ პროკურორების თაობასაც, მოსამართლეების თაობასაც, პარლამენტის წევრების თაობასაც. აპოლიტიკური ხო? არა, თაობასაც, რომლებისთვისაც აი ეს ნებები რაც ეხანდელ ტიპებს აქვთ ხელისუფლებაში, ბიუროკრატიაში, ძალაუფლება, ამის დემონსტრირება არ იქნება რა. იმ სისტემაზე როგორც კი გადავალ და ესე დაწყნარდება და ესე დალაგდება ეს გზა, ეს ევროპული გზა, იმიტომ რომ ამ გზამ აქამდე მიიყვანა, ამ კულტურამდე მიიყვანა. ეს ნებები ძალიან მარტივი არის. აი საქართველოს პარლამენტში უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების 80%-ისთვის თუ იქნება მიუღებელი ფულის შოვნა თავისი, დღეს არ არის ეს მიუღებელი, მაგრამ 80%-ისთვის თუ იქნება მიუღებელი ეს სტანდარტები ფულის შოვნის
სათვალე ამ ქვეყანაში კორუფცია რაღაცა დონით იქნება, მაგრამ ის კორუფცია, რაც ქვეყანას ანგრევს და აი საფუძველში ანგრევს, რასაც ქვია, ეგ პრობლემები ქვეყანას არ ექნება. თორე კორუფცია არის ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ისეთი პრობლემები აქვს, რაც ეხლა მაგალითად წლები დაჭირდება, რომ სულ დღეს ვეწავდეთ. მაგალითად ეხლა ვანო ჩხარტიშვილისთვის საბჭოთა კავშირი დაინგრა. ისევე ცხოვრობს სახელმწიფო რესურსებით, როგორც ცხოვრობდა უბრალოდ აღარ ქვია საბჭოთა კავშირი და ქვია ანუ მისთვის, ანუ ამ ადამიანისთვის აი ამ გაზოლუქებული 25 ოჯახისთვის ისე არის, ანუ მოხმარება სახელმწიფოსი ისეთივე შესაძლებლობა არის მათთვის, როგორც თქვა თავის დროზე რაღაცა პოლიტიკური ნომენკლატურისთვის, ხო? ეს ადამიანები ცხოვრობენ პარაზიტობით, მონოპოლიებით. შენ ვინდა გამყარებიებს მონოპოლიას? შენ თუ არ ახარ დაალაგებული. შენ ვინდა გამყარებიებს რაღაცაზე იმას? შენ თუ არ დიდგა სახელმწიფო მანქანა უკან. და ეს დამთავრდება ქართულ ოცნებასთან ერთად და ჩემი აზრით ის შიშები რაც შენ გაქვს, რა თქმა უნდა, ეგ შიშები არსებობს, რისკები არსებობს, ვიღაცასთან არ გარიგდეს, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ეს იყო 1 ოქტომბრის მერე, 2018 წლის 1 ოქტომბრის. ძალიან დიდი მადლობა. მოგე, დიდი მადლობა ლევანს სტუმრობისთვის და დავასრულოთ კარგი ფრაზა თქვა რა, სანამ ვიბრძვით, იქამდე ვართ ბრძოლაში და არ ვართ წაგებულები და ალბათ აი მაგ იქნება მთავარი headline-ი ჩვენი დღევანდელი გადაცემის. დიდი მადლობა ლევანს, მადლობა. მე აღანც მგონია აი ჩვენი ისტორიული ბრძოლების, დიდი ბრძოლებიც რო გავიხე. ვინც იბრძოდა ისინი რატო იყვნენ დამარცხებულები იმ პროცესში? იბრძოდნენ რა? მთელი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ისტორია ბრძოლა და ვერ წარმომიდგენია ადამიანის აი მე ბრძოლის გარეშე შენ როგორ უნდა მიაღწიო თავისუფლებას? მე ჩემთვის წარმოუდგენელი არის. ეს ფიქრობს თავისუფლები არიან ეს მონები? თავისუფლები რო იყვნენ თავდახელები არ ივლიდან. და იმებით, ნიღბებით არ ივლიდან. კიდევ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ლევანს, ჩვენს მაყურებელს, აუცილებლად გამოგხევით YouTube-ზე, TikTok-ზე, ყველა დიჯიტალში ყველგან ვართ და ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი ესე თქვა თხოვნები და მაქსიმალურად შევეცადეთ, ძალიანაც არ შევაწყვეტინეთ ჩვენ სტუმარს საუბარი. არა, უნდა შეაწყვეტინოთ. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.